მანამ სანამ თურქეთი თანამედროვე ქვეყანა გახდებოდა, ის ერთ დროს უზარმაზარი იმპერიის ცენტრი იყო. ეს იყო ოსმალეთის იმპერია. მისი ძლიერების პიკზე ოსმალეთის იმპერია აკონტროლებდა უზარმაზარ ტერიტორიებს. ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში. ოსმალეთის იმპერია არსებობდა 600 წელზე მეტი ხმის განმავლობაში. სანამ საბოლოოდ არ დასრულდა და 1923 წელს არ შეიცვალა თურქეთის რესპუბლიკით. მაგრამ ოსმალები თავიდანვე დიდი იმპერია არ ყოფილან. ის მხოლოდ პატარა ტერიტორიად დაიწყო ანატოლიაში, რომელიც დღეს თურქეთის დიდი ნაწილია. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ჩამოყალიბდა ეს იმპერია, ჯერ უნდა დაუბრუნდეთ თურქულ ხალხს. თურქული ხალხი შედგება მრავალი ჯგუფისგან, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირებული ენა და კულტურა აქვთ. უძველეს დროში მათი ნაწილი ცენტრალური და შიდა აზიის ვრცელ საძოვრებზე ცხოვრობდა. საუკუნეების განმავლობაში ზოგიერთი ჯგუფი დასავლეთისკენ გადავიდა. ზოგიერთი მათგანი კასპიისა და არალის ზღვებთან დასახლდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოღუზი თურქები. ამ ჯგუფიდან წარმოიშვა სელჩუკების ოჯახი. ოჯახს სელჩუკის სახელი ეწოდა, ტომის ლიდერის სახელის მიხედვით, რომელმაც დატოვა თავისი ზღვისი ძველი ჯგუფი და საკუთარი ძალაუფლება შექმნა. მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა გააფართოვეს მათი ტერიტორია. მოგვიანებით ჩამოყალიბდა სელჩუკთა იმპერია, როდესაც ისინი ფართოვდებოდნენ სპარსეთში, რომელიც ახლა ირანის ნაწილია, სპარსული კულტურა და მმართველობის წესი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. მათ ასევე მიიღეს ისლამი მე-11 საუკუნისათვის. სელჩუკები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად იქცნენ რეგიონში, მათი ტერიტორიის დასავლეთით მდებარეობდა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიის იმპერია იყო ყოფილი რომის იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი. და მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი, ქალაქი, რომელსაც დღეს სტამბოლი ეწოდებს. ნელ-ნელა სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რადგან ორივე ანატოლიის კონტროლს ცდილობდა. 1061 წელს ისინი მანზიკერტის ბრძოლაში შეეჯახნენ ერთმანეთს. სელჩუკთა არმიას სულთანი ალფ არსლანი ხელმძღვანელობდა. ბიზანტიის არმიას კი იმპერატორი რომანოს 12 ხელმძღვანელობდა. სელჩუკებმა დაამარცხეს და ტყვე დაიყვანეს ბიზანტიის იმპერატორი. სელჩუკებმა ანატოლიის სრული კონტროლი მხოლოდ ერთი ბრძოლის შედეგად ვერ მოიპოვეს. მაგრამ რადგან მათ ბიზანტიის იმპერატორი დაამარცხეს, მათი მთავრობა დასუსტა. ამის შედეგად ანატოლიის უფრო მეტი ნაწილი გაიხსნა. ეს გახდა მიზეზი, რომ თურქული მოდგმის მებრძოლები და მათი ოჯახები ანატოლიაში შევიდნენ. საბოლოოდ ანატოლიაში ჩამოყალიბდა რუმის სულთანატი, ულთანატი. სიტყვა რუმი აღნიშნავს მიწებს, რომლებიც ადრე რომის ან ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა. ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც სელჩუკი თურქები მართავდნენ და ანატოლიაში იყო დაფუძნებული. მაგრამ 13 საუკუნისათვის რუმის სულთანატი დასუსტა შიდა პრობლემებისა და მონღოლთა შემოსევის გამო. როცა ის დასუსტა, ანატოლია დაიყო მრავალ პატარა ტერიტორიად, რომლებსაც ბეილიკი ეწოდებოდა. ბეილიკი იყო პატარა ტერიტორია, რომელსაც მართავდა ბეი, ანუ ადგილობრივი მმართველი. ამ ბეილიკთაგან ერთ-ერთს ოსმანი ხელმძღვანელობდა. მისი ცხოვრების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ძალიან ცოტაა. ამის მიზეზია ის, რომ მის შესახებ ბევრი ამბავი ბევრად მოგვიანებით დაიწერა. თუმცა იგი აღიარებულია როგორც ოჯახის დამფუძნებელი, რომელიც ოსმალთა დინასტიად იქცა. ოსმალთა სახელი მომდინარეობს ოსმანის სახელიდან. მისი პატარა ტერიტორია მდებარეობდა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში, ბიზანტიის იმპერიის საზღვართან ახლოს. მისი მდებარეობა ხელსაყრელი იყო გაფართოებისთვის. ბიზანტიელებს სუსტი კონტროლი ჰქონდათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ამიტომ ოსმანის ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო მიწების მოპოვება. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები და მომდევნო მმართველები აგრძელებდნენ გაფართოებას. ისინი მხოლოდ საკუთარი არმიის ძალაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, ისინი ასევე აყალიბებდნენ ალიანსებს ადგილობრივ ლიდერებთან და თავიანთ მმართველობაში სხვადასხვა ჯგუფისა და რელიგიის წარმომადგენლებსაც რთავდნენ. ამიტომაც პატარა ოსმალეთის სახელმწიფო სწრაფად გაიზარდა. ის ერთ-ერთი იყო ანატოლიაში არსებული მრავალი სამთავროდან, მაგრამ ნელ-ნელა გადაასწრო თავის მეტოქეებს. 1321 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ნიკეა, მნიშვნელოვანი ბიზანტიური ქალაქი, რომელსაც დღეს იზნიკი ეწოდება. მოგვიანებით ისინი ევროპაშიც გადავიდნენ და ბალკანეთში ტერიტორიის დაპყრობა დაიწყეს. ბალკანეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონია, რომელიც მოიცავს ისეთ ადგილებს, როგორიცაა საბერძნეთი, ბულგარეთი და სერბეთი. მათ ასევე დაიპყრეს ადრიანოპოლი, რომელსაც დღეს ედირნე ეწოდება. ოსმალეთის მთავრობამ ეს ქალაქი თავის დედაქალაქად აქცია, სანამ ისინი ევროპაში განაგრძობდნენ გაფართოებას. დროთა განმავლობაში ბიზანტიის იმპერია სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ადრე მისი ტერიტორია ძალიან დიდი იყო, მაგრამ 19 საუკუნისთვის მას მხოლოდ რამდენიმე ტერიტორია ჰქონდა დარჩენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსტანტინოპოლი. ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობდა. ის ასევე აკონტროლებდა გემებისთვის მნიშვნელოვან გზას შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის შორის. კონსტანტინოპოლი დაცული იყო მაღალი და სქელი კედლებით. ბევრმა არმიამ სცადა მისი დაპყრობა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ უმეტესობა ვერ მიაღწია წარმატებას. 1451 წელს მეჰმედ მეორე კვლავ გახდა ოსმალეთის სულთანი.
ის ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი მიზანი ნათელი იყო. მას სურდა კონსტანტინოპოლის დაპყრობა და მისი გადაქცევა მზარდი ოსმალეთის იმპერიის ცენტრად. მან მოამზადა დიდი არმია, გემები და ძლიერი ქვემეხები, რომლებიც ქალაქის კედლების განადგურებას შეძლებდნენ. ალყა დაიწყო 1453 წლის აპრილში. ალყა ნიშნავს, რომ არმია ქალაქს შემოერთმება, რათა ახვეთოს საკვების, ადამიანებისა და დახმარების შეღწევა. იმავდროულად კი განაგრძობს შეტევას. რამდენიმე კვირის განმავლობაში ოსმალეთის ქვემეხები ბომბავდნენ კედლებს. ბიზანტიელები კი განმეორებით არემონტებდნენ და იცავდნენ დაზიანებულ ნაწილებს. ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი იყო კონსტანტინე მე-11. მას ძალიან ცოტა ჯარი ჰყავდა შედარებით დიდ ოსმალეთის არმიასთან. მიუხედავად ამისა, ის დარჩა ქალაქში და დაეხმარა მის დაცვაში 1453 წლის 29 მაისს. მეჰმედმა წამოიწყო ბოლო დიდი შეტევა. ოსმალეთის არმიამ უკვე გაარღვია დაცვა და შევიდა ქალაქში. კონსტანტინე მე-11 ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა ზუსტად სად მოხდა მისი სიკვდილი, უცნობია. აქ დასრულდა ბიზანტიის იმპერია, მეჰმედ მეორემ კონსტანტინოპოლი ოსმალეთის იმპერიის ახალ დედაქალაქად აქცია. მისი გამარჯვების გამო მას მეჰმედ დამპყრობელი უწოდეს. მან არ დაუშვა, რომ ქალაქი დანგრეული და ცარიელი დარჩენილიყო. მან მუსლიმები მოიყვანა. ქრისტიანული და ებრაული ოჯახები, რათა კვლავ გაეზარდა მოსახლეობა და გაეცოცხლებინა ბიზნესი. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობაა აია სოფია. ის ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე პირველი ააშენა მე-6 საუკუნეში, როგორც დიდი ქრისტიანული ეკლესია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოსმალებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს, ის მეჩეთად გადააკეთეს, მის გარშემო მინარეთები, ანუ მაღალი ქოშკები, სხვადასხვა პერიოდში დაამატეს ოსმალეთის სხვადასხვა მმართველის დროს. ყველა მათგანი არაუშენებიათ დაუყოვნებლივ დაპყრობის შემდეგ. კონსტანტინოპოლის დაპყრობამ ოსმალეთის იმპერიას მძლავრი დედაქალაქი და მნიშვნელოვანი მდებარეობა მისცა ევროპასა და აზიას შორის. მაგრამ ეს მხოლოდ უფრო დიდი გაფართოების დასაწყისი იყო, რადგან შემდეგი მმართველების დროს იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა, სანამ არ გააკონტროლა მსოფლიოს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ქალაქი, სავაჭრო გზები და ტერიტორიები. და აი ასე, კონსტანტინოპოლის დაპყრობა 1453 წელს მხოლოდ ოსმალეთის იმპერიის უფრო დიდი გაფართოების დასაწყისი იყო. სულთან მეჰმედ მეორის მმართველობის დროს ოსმალებმა სწრაფად აითვისეს ახალი ტერიტორიები ანატოლიასა და ბალკანეთში. მან დაიპყრო ბერძნეთში დარჩენილი ბიზანტიური ტერიტორიები, ასევე ტრაპიზონის იმპერია შავი ზღვის სანაპიროზე. მისმა ჯარმა ასევე დაიპყრო ბოსნია და გააძლიერა ოსმალეთის კონტროლი ალბანეთზე. ჩრდილოეთით ოსმალებმა ასევე დაიმორჩილეს ყირიმის სახანო. ყირიმის სახანო იყო სახელმწიფო, რომელსაც ყირიმელი თათრები მართავდნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ უფრო მეტად გააკონტროლა სავაჭრო გზები შავ ზღვაში. როდესაც მეჰმედი გარდაიცვალა 1491 წელს, იმპერიამ უკვე მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საზღვრები. მისი შვილი ბაიაზიდ მეორე გახდა სულთანი. ბაიაზიდის დროს ოსმალეთის იმპერია ვენეციის რესპუბლიკას ებრძოდა. ვენეცია იყო ძლიერი სავაჭრო სახელმწიფო იტალიაში, რომელიც აკონტროლებდა რამდენიმე კუნძულს და მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს ეგეოსის ზღვაში. რამდენიმე წლის ბრძოლის შემდეგ ოსმალებმა აიღეს რამდენიმე პორტი და კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი ძალა. ბაიაზიდის შემდეგ სულთანი გახდა მისი შვილი სელიმ პირველი. 1512 წელს მან პირველად დაუპირისპირდა საფავიდების იმპერიას, ძლიერ სამეფოს, რომელიც მდებარეობდა სპარსეთში, ანუ დღევანდელ ირანში. ოსმალები და საფავიდები მტრები იყვნენ, რადგან ორივეს სურდა აღმოსავლეთ ანატოლიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონების კონტროლი. ასევე განსხვავებული იყო მათი ძირითადი რელიგიური შეხედულებები ისლამში. ამის შემდეგ სელიმმა მამის ლუქთა სულთანატს დაუპირისპირდა. მამლუქები იმ დროს მართავდნენ ეგვიპტესა და სირიას. მათ კონტროლქვეშ ჰქონდათ ასევე ჰიჯაზი, რეგიონი არაბეთში, სადაც მდებარეობს მექა და მედინა. 1516 წელს ოსმალთა არმიამ სირიაში დაამარცხა მამლუქები. მომდევნო წელს ისინი კვლავ დამარცხდნენ რედანიას ბრძოლაში კაიროს მახლობლად. ამის შედეგად სირია, ეგვიპტე და ჰიჯაზი ოსმალეთის იმპერიის კონტროლქვეშ გადავიდა. ამ ტერიტორიების დაპყრობამ ოსმალებს უფრო დიდი ტერიტორია, მეტი სიმდიდრე და მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების კონტროლი მისცა. ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთ ნაწილში მათ მიიღეს დიდი ტერიტორიები და მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების კონტროლი. ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთ ნაწილში ოსმალებს შეუერთდა საზღვაო სარდალი ჰაირედინ ბარბაროსა. ბარბაროსა იყო ძლიერი მუსლიმი სარდალი, რომელსაც ალჟირის დიდი ნაწილების კონტროლი ჰქონდა. მან აღიარა ოსმალეთის სულთნის ძალაუფლება იმპერიის მხარდაჭერისა და დაცვის სანაცვლოდ. სელიმის გარდაცვალებისას 1520 წელს ის მხოლოდ 8 წელიწადს მართავდა. მაგრამ ამ მოკლე პერიოდში მან თითქმის გააორმაგ ოსმალეთის იმპერიის ძალა. მას შეცვალა მისი ვაჟი,
სულეიმან პირველი. ის უფრო ცნობილია როგორც სულეიმან დიდებული. ევროპაში მას დიდებულს უწოდებდნენ მისი ძალაუფლებისა და სიმდიდრის გამო. ოსმალეთის სამყაროში კი მას კანონი, ანუ კანონდებელი ეწოდებოდა, რადგან მან იმპერიის მრავალი კანონი მოაწესრიგა. ის მართავდა 1520 წლიდან 1566 წლამდე. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერია თავის ძლიერების პიკს მიაღწია. 1521 წელს მან დაიპყრო ბელგრადი, მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც დღეს სერბეთში მდებარეობს. მომდევნო წელს მან როდოსის კუნძული წაართვა წმინდა იოანეს რაინდებს. წმინდა იოანეს რაინდები იყვნენ ქრისტიანული სამხედრო ჯგუფი, რომლებიც როდოსს იყენებდნენ როგორც ბაზას ხმელთაშუა ზღვაში მუსლიმური გემების წინააღმდეგ. 1526 წელს ოსმალეთის არმიამ უნგრეთი დაამარცხა მოჰაჩის ბრძოლაში. ბრძოლაში დაიღუპა უნგრეთის მეფე და მისი სამეფოს დიდი ნაწილი ოსმალეთის კონტროლში გადავიდა. ამის შემდეგ სულეიმანის ჯარი ვენამდე მივიდა, დღევანდელი ავსტრიის დედაქალაქი. მათ სცადეს ქალაქის დაპყრობა 1529 წელს, მაგრამ ვერ მოახერხეს. ცუდი ამინდის, მომარაგების პრობლემებისა და ვენის ძლიერი დაცვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ვენაში ვერ მიაღწიეს წარმატებას, ოსმალეთის იმპერია მაინც დარჩა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იმპერიად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. აღმოსავლეთში სულეიმანი იბრძოდა საფავიდების იმპერიასთან. ოსმალებმა დაიკავეს ბაღდადი და ერაყის დიდი ნაწილი. მათ ასევე გააფართოვეს თავიანთი გავლენა არაბეთის ნახევარკუნძულზე და სპარსეთის ყურის მახლობლად. ხმელთაშუა ზღვაში განსაკუთრებით გაძლიერდა ოსმალეთის ფლოტი ჰაირედინ ბარბაროსას ხელმძღვანელობით. ოსმალებმა ასევე დაიკავეს ტრიპოლი, ჩრდილოეთ აფრიკაში 1551 წელს. სულეიმანის მმართველობის დასასრულს ოსმალეთის იმპერია აკონტროლებდა უზარმაზარ ტერიტორიებს უნგრეთიდან ეგვიპტემდე და ალჟირიდან ერაყამდე. მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო ორგანიზებული სამხედრო ძალა. ყავდათ კავალერია, ანუ ცხენოსანი ჯარისკაცები, ყავდათ ქვეითი ჯარი, ანუ ჯარისკაცები, რომლებიც ხმელეთზე იბრძოდნენ, ასევე ჰქონდათ დიდი ქვემეხები და ძლიერი ფლოტი. ოსმალეთის ყველაზე ცნობილი ჯარისკაცებიდან იყვნენ იანიჩარები. იანიჩარები იყვნენ ელიტური ქვეითი ჯარისკაცები, რომლებიც პირდაპირ სულთანს ემსახურებოდნენ. მათგან ბევრი ბავშვობაში აიყვანეს ბალკანეთში მცხოვრები ქრისტიანული ოჯახებიდან, სისტემის სახელწოდებით დევშირმე. ისინი ოჯახებს აშორებდნენ და ოსმალეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მიყავდათ. მათ აიძულებდნენ ისლამზე მოქცევას და ამზადებდნენ როგორც ჯარისკაცებს ან მოხელეებს. ეს სისტემა მდიმე და იძულებითი იყო იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს. თუმცა ზოგიერთი ბავშვი, რომელიც აიყვანეს, სამხედრო და სამთავრობო სტრუქტურებში მაღალ პოზიციებამდე ავიდა. იანიჩარების მომზადება და დისციპლინა ძალიან მკაცრი იყო. ისინი ასევე კარგად ფლობდნენ ცეცხლსროლ იარაღს. ამიტომაც ოსმალეთის არმიის წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. იმ დროს, როცა იმპერია განაგრძობდა გაფართოებას, იმასთან ერთად უფრო მეტ ძლიერ ქვეყანას ებრძოდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეტოქედ ესპანეთი ითვლებოდა. იმ დროს ესპანეთს სამხრეთ იტალიის დიდი ნაწილი და რამდენიმე მნიშვნელოვანი კუნძული ეკავა. ის სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოსთანაც თანამშრომლობდა, რათა ოსმალეთის ფლოტის გაფართოება შეეჩერებინა. 1565 წელს ოსმალებმა სცადეს მალტის დაპყრობა. მალტა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი კუნძულია ხმელთაშუა ზღვის შუაგულში. მას აკონტროლებდნენ წმინდა იოანეს რაინდები, ჯგუფი, რომელიც ოსმალებმა ადრე როდოსიდან გააძევეს. დიდი ოსმალური ძალა ალყაში მოაქცია და შეუტია მათ ციხესიმაგრეებს. მაგრამ რაინდებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ძლიერი თავდაცვა დამართეს. დახმარება სიცილიიდანაც მოვიდა. რამდენიმე თვიანი ბრძოლისა და დიდი მსხვერპლის შემდეგ ოსმალთა არმია უკან დაიხია. ამ ბრძოლას მალტის დიდი ალყა ეწოდება. 6 წლის შემდეგ ოსმალები და დიდი ქრისტიანული ალიანსი კვლავ შეეჯახნენ ლეპანტოს ბრძოლაში. ეს მოხდა 1561 წელს, დასავლეთ საბერძნეთთან ახლოს. ეს ძალები ესპანეთმა, ვენეციამ, პაპის სახელმწიფომ და სხვა ქრისტიანულმა ძალებმა გააერთიანეს. მათ თავიანთი საზღვაო ფლოტები გააერთიანეს და ამ ჯგუფს წმინდა ლიგა უწოდეს. ბრძოლაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი გემი და 10,000-ობით ჯარისკაცი და მეზღვაური. ოსმალთა ფლოტი დამარცხდა და მათი მრავალი გემი ან განადგურდა, ან ხელში ჩაიგდეს. ეს წმინდა ლიგისთვის დიდი გამარჯვება იყო, რადგან ამან აჩვენა, რომ ოსმალეთის ფლოტის დამარცხება დიდ ბრძოლაში შესაძლებელია. თუმცა ამან ბოლომდე ვერ დაასრულა ოსმალეთის ძალაუფლება ხმელთაშუა ზღვაში. იმპერიამ სწრაფად შექმნა ახალი ფლოტი და კვლავ გააგრძელა მრავალი მიწისა და პორტის კონტროლი. თუმცა მალტამ და ლეპანტომ აჩვენა, რომ ოსმალეთის იმპერიის გაფართოებასაც აქვს საზღვარი. ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ვეღარ შეძლო ყველა იმ ადგილის დაპყრობა, რომლის აღებაც სურდა. ლეპანტოს ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის იმპერია საბოლოოდ არ დასუსტებულა. ამის ნაცვლად მან ყურადღება ცენტრალურ ევროპაზე გადაიტანა. მისი გაფართოების ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო ვენა, ავსტრიის დედაქალაქი. ვენა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ბლოკავდა გზას ევროპის უფრო ღრმა ნაწილებისკენ. ოსმალებმა პირველად 1529 წელს
სცადეს მისი დაპყრობა, მაგრამ ვერ მოახერხეს. 150 წელზე მეტი ხნის შემდეგ მათ კიდევ ერთხელ სცადეს. 1683 წელს დიდმა ოსმალურმა არმიამ ვენას ალყა შემოარტყა. მას ხელმძღვანელობდა დიდი ვეზირი კარა მუსტაფა ფაშა, ოსმალეთის მთავრობის უმაღლესი მოხელე სულთნის შემდეგ. რამდენიმე კვირის განმავლობაში ოსმალები უტელდნენ ქალაქს, მაგრამ სანამ ისინი საბოლოოდ შეაღწევდნენ ვენაში, დახმარებისთვის გაერთიანებული ქრისტიანული არმია მოვიდა. მათ შორის იყო პოლონეთის არმია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეფე იოანე მესამე სობესკი 1683 წლის 12 სექტემბერს. დამხმარე არმიამ შეუტია ოსმალთა ბანაკს. საბოლოო შეტევის დიდი ნაწილი განახორციელეს ათასობით კავალერისტმა, ანუ ცხენოსანმა ჯარისკაცმა. ოსმალთა არმია დამარცხდა და იძულებული გახდა დაეხია. ეს დამარცხება მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო. ამით ოსმალეთის იმპერია მაშინვე არ დასრულებულა, მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო მისი მრავალი ტერიტორიის დაკარგვა ევროპაში. მომდევნო წლებში ავსტრია, პოლონეთი, ვენეცია და რუსეთი გაერთიანდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. მათ დაიბრუნეს ბევრი მიწა უნგრეთსა და ბალკანეთში. მაშინ როცა მისი მტრები ძლიერდებოდნენ, ოსმალეთის მთავრობა შიდა პრობლემებსაც აწყდებოდა. ადრე თავად სულთანები ხელმძღვანელობდნენ სამხედრო კამპანიებსა და იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თუმცა მოგვიანებით სულ უფრო მეტი საქმე გადაეცა დიდ ვეზირს და სხვა მოხელეებს. დიდი ვეზირი იმპერიის პრემიერ-მინისტრის მსგავსად იყო. ის მართავდა ბევრ ყოველდღიურ საქმეს სულთნის სახელით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მომდევნო სულთანი სუსტი ან ზარმაცი იყო. თუმცა იმპერიის ზრდასთან ერთად გახდა უფრო რთული მისი კონტროლი დედაქალაქიდან. ვრცელი ტერიტორია დაყოფილი იყო პროვინციებად, რომელსაც მართავდნენ გუბერნატორები და ადგილობრივი ლიდერები. ისინი აგროვებდნენ გადასახადებს, ისინი ახორციელებდნენ კანონებს და აწვდიდნენ ჯარს ცენტრალურ მთავრობას. მაგრამ რადგან ზოგიერთი პროვინცია შორს იყო, ადგილობრივ მმართველებსაც დიდი თავისუფლება ჰქონდათ მმართველობაში. სხვადასხვა რელიგიისა და ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ იმპერიის ფარგლებში. მმართველი ოჯახის რელიგია იყო ისლამი, მაგრამ ბევრი ქრისტიანი და ებრაელი დარჩა საკუთარ რწმენაზე. მათ ნებადართეს ჰქონოდათ ეკლესია, სინაგოგა, რელიგიური ლიდერები და საკუთარი საზოგადოება. მაგრამ მათი მდგომარეობა მუსლიმებთან შედარებით თანასწორი არ იყო. მათ სპეციალური გადასახადები და გარკვეული შეზღუდვები ჰქონდათ ოსმალეთის იმპერიის ქვეშ. ბევრი ებრაელი ლტოლვილი ესპანეთიდან ოსმალეთის იმპერიამ მიიღო, მას შემდეგ რაც ისინი იქიდან გააძევეს მე-15 საუკუნის ბოლოს. მათგან ბევრი დასახლდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კონსტანტინოპოლი და თესალონიკი. ისინი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ ბიზნესის, მედიცინის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებში. ოსმალეთის იმპერიამ დიდი შემოსავალი მიიღო სავაჭრო მარშრუტიდან, რომელიც აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას აკავშირებდა. მის ქალაქებში გადიოდა აბრეშუმი, სუნელები, სოვილები და სხვა პროდუქტები ინდოეთიდან, ჩინეთიდან და სპარსეთიდან, მაგრამ გლობალური ვაჭრობა შეიცვალა. ევროპის ქვეყნებმა აფრიკის გარშემო საზღვაო მარშრუტები აღმოაჩინეს. ატლანტის ოკეანეში ვაჭრობაც გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მათ ამერიკის მიწები დაიპყრეს. ამიტომ უფრო მეტ გემს აღარ სჭირდებოდა ძველი სავაჭრო მარშრუტებით სარგებლობა, რომლებიც ოსმალთა კონტროლქვეშ იყო. ვაჭრობა იმპერიაში მთლიანად არ გაქრა, მაგრამ მისი ძველი მნიშვნელობა, როგორც აზიასა და ევროპას შორის გზის, შემცირდა. ამასთან ერთად სწრაფად განვითარდა მეცნიერება და იარაღის წარმოება. და მრეწველობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ოსმალებმა სცადეს ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიის გამოყენება, მაგრამ ხშირად ცვლილებები ნელა მიმდინარეობდა ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო. ზოგიერთი გავლენიანი ჯგუფის წინააღმდეგობა და პრობლემები მმართველობაში. ამის გამო ოსმალეთის იმპერიასა და მის ევროპელ მეტოქეებს შორის ნელ-ნელა გაიზარდა სხვაობა. რუსეთი და ავსტრია კიდევ უფრო დიდ საფრთხედ იქცნენ. მათ ოსმალეთის რამდენიმე მიწა წაართვეს შავი ზღვის, კავკასიისა და ბალკანის მახლობლის მახლობლად. კავკასია არის რეგიონი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის შორის. ჩრდილოეთ აფრიკაში კი ადგილობრივი მმართველები კვლავაც აღიარებდნენ ოსმალეთის სულთანს. თუმცა რეალურ მმართველობაში მათ უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქ შედიოდნენ ალჟირის, ტუნისის, ლიბიისა და ეგვიპტის მმართველები. ამიტომაც მე-18 საუკუნის ბოლოსთვის ოსმალეთის იმპერია რუკაზე მაინც დიდ ტერიტორიას იკავებს, თუმცა მას უკვე აღარ აქვს ისეთი ძლიერი კონტროლი ყველა ტერიტორიაზე. მე-19 საუკუნის დადგომისას რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა მას ევროპის ავადმყოფი კაცი უწოდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ხედავდნენ იმპერიის დასუსტებას და ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ მისგან ტერიტორიების წართმევა. ერთ-ერთი პირველი დიდი აჯანყება სერბეთში დაიწყო.
1804 წელს. სერბეთ მაშინ ოსმალეთის მიერ კონტროლირებადი ბალკანეთის ნაწილი იყო. ადგილობრივმა სერბებმა აჯანყება დაიწყეს ოსმალეთის ჯარისკაცების მხრიდან ჩადენილი ძალადობისა და საკუთარი მთავრობის შექმნის სურვილის გამო. ამან სერბეთი მაშინვე არ გაათავისუფლა. მაგრამ აჯანყებამ აჩვენა, რომ ბალკანეთში უფრო მეტი ადამიანი იყო მზად ოსმალეთის მმართველობისგან გასათავისუფლებლად ბრძოლისთვის. მომდევნო წლებში იმპერია ერთის შემდეგ მეორეს აწყდებოდა აჯანყებებსა და შემოჭრებს და ტერიტორიის დაკარგვას, რაც კიდევ უფრო ასუსტებდა მას. 18 საუკუნის დასაწყისისთვის მუდმივად იკლებდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორია. 1821 წელს ბერძნები აჯანყდნენ ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ. მათ ბრიტანეთი დაეხმარა. საფრანგეთი და რუსეთი, რომლებსაც საკუთარი ინტერესები ჰქონდათ ოსმალეთის ძალაუფლების შესასუსტებლად რეგიონში, რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ საბერძნეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარეს 1830 წელს. მალე რამდენიმე თვის შემდეგ საფრანგეთმა ალჟირი დაიპყრო. ამის შედეგად ოსმალეთმა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიაზე და საფრანგეთის ხანგრძლივი ოკუპაცია ალჟირში დაიწყო. იმ დროს რუსეთი ძლიერდებოდა და სურდა თავისი გავლენის გაფართოება შავი ზღვის მახლობლად. მაგრამ ბრიტანეთსა და საფრანგეთს არ სურდათ ოსმალეთის იმპერიის საბოლოო დაცემა, რადგან ეშინოდათ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერად იქცეოდა. ამიტომაც სხირიმის ომის დროს 1853-დან 1856 წლამდე ისინი ოსმალეთის მხარეს დადგნენ რუსეთის წინააღმდეგ. მათი მხარე გაიმარჯვა, მაგრამ ამან მხოლოდ დროებით შეაჩერა იმპერიის დასუსტება. შემდეგ 10 წლეულებში ბალკანეთში მდებარე ტერიტორიები უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდებოდნენ. მათ შორის იყვნენ სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და მონტენეგრო. მე-20 საუკუნის დასაწყისში იტალიამ ლიბია დაიკავა, ალბანეთიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. ამ დროს ოსმალებმა ეს ტერიტორიებიც დაკარგეს, ბალკანეთში თითქმის ყველა დარჩენილი ტერიტორია დაკარგეს. მუდმივი მარცხის გამო ბევრი ახალგაზრდა ოფიცერი და ინტელექტუალი მთავრობის ცვლილებას ითხოვდა. მათ შორის იყო ჯგუფი, რომელსაც ახალ თურქებს ეძახდნენ. ისინი ერთი უბრალო ჯგუფი არ იყვნენ. ისინი შედგებოდნენ ჯარისკაცებისგან, პოლიტიკური აქტივისტებისა და ინტელექტუალებისგან, რომლებსაც სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდათ. მაგრამ მათ აერთიანებდათ სურვილი, შეეზღუდათ სულთნის ძალაუფლება და დაებრუნებინათ კონსტიტუცია და პარლამენტი. 1908 წელს მათ რევოლუცია წამოიწყეს და სულთან აბდულ-ჰამიდ მეორეს აიძულეს დაებრუნებინა კონსტიტუციური მმართველობა. მაგრამ ამან იმპერიის პრობლემები მაშინვე ვერ მოაგვარა. გრძელდებოდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, აჯანყებები და ტერიტორიის დაკარგვა. მოგვიანებით მთავრობის სათავეში გაძლიერდა ერთობისა და პროგრესის კომიტეტი. მთავარი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც წარმოიშვა ახალგაზრდა თურქთა მოძრაობიდან, როდესაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს. ოსმალეთის იმპერია გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთთან გაერთიანდა. ოსმალეთის ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ დაიბრუნებდნენ დაკარგულ ტერიტორიებს და შეაჩერებდნენ რუსეთის გაფართოებას. მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს გალიპოლის კამპანიაში 1915 წელს. ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ძალები ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გზის კონტროლს კონსტანტინოპოლისკენ. მაგრამ იმპერიის სხვა ნაწილებში ოსმალეთის არმია ნელ-ნელა იხევდა უკან. 1916 წელს დაიწყო არაბთა აჯანყება ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ. მას ხელმძღვანელობდა შარიფ ჰუსეინი მექადან და მისი შვილები ბრიტანეთის დახმარებით. ბრიტანელ ოფიცერთაგან ერთ-ერთი, ვინც აჯანყებას დაეხმარა, იყო ტი ლოურენსი, რომელიც ცნობილია როგორც არაბეთის ლოურენსი. ის არ ყოფილა აჯანყების დამწყები ან ერთადერთი ლიდერი. ამავე პერიოდში მოხდა ოსმალეთის იმპერიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ნაწილი. 1915 წლიდან ოსმალეთის მთავრობამ დიდი რაოდენობით სომხები გაასახლა საკუთარი სახლებიდან. ბევრი მათგანი მოკლეს, შიმშილით, ავადმყოფობითა და მძიმე დაღლილობით დაიღუპნენ, როცა იძულებით მიყავდათ სირიის უდაბნოსკენ. მრავალი ისტორიკოსი და ქვეყანა ამ მოვლენას აღიარებს, როგორც სომეხთა გენოციდს. ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის მიხედვით, არანაკლებ 674,000 და შესაძლოა 1,2 მილიონამდე სომეხი დაიღუპა. თურქეთის მთავრობა კი უარყოფს ტერმინ გენოციდის გამოყენებას. 1918 წლისთვის ოსმალებს აღარ შეეძლოთ ომის გაგრძელება. მისი მოკავშირეები გერმანია და ავსტრია-უნგრეთი დამარცხდნენ, ხოლო მისი თავდაცვა ახლო აღმოსავლეთში დაეცა. კაპიტულაციის შემდეგ ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა ოსმალეთის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილი დაიკავეს. მისი ყოფილი მიწები ერაყში, პალესტინაში, სირია და ლიბანი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. დამარჯვებულ ქვეყნებს ანატოლიის დაყოფაც ჰქონდათ დაგეგმილი. ბერძნულმა არმიამ 1919 წლის მაისში დაიკავა ქალაქი სმირნა, რომელსაც დღეს იზმირი ეწოდება. ამიტომ დაიწყო თურქეთის დამოუკიდებლობის ომი. მოწინააღმდეგობას ხელმძღვანელობდა მუსტაფა ქემალი, ყოფილი ოსმალეთის გენერალი, რომელიც მოგვიანებით ათათურქის სახელით გახდა ცნობილი. მან და მისმა თანამოაზრეებმა ანკარაში დააარსეს ახალი ნაციონალისტური მთავრობა.
მათ არ აღიარეს კონსტანტინოპოლში არსებული სუსტი ოსმალეთის მთავრობა. ის თანამშრომლობდა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც იმპერია დაიფრეს. თავდაპირველად ბერძნულმა არმიამ ღრმად შეაღწია ანატოლიაში, მაგრამ 1921 და 1922 წლებში თურქმა ნაციონალისტურმა ძალებმა ძალები მოიკრივეს. მათ დაამარცხეს ბერძნული არმია და უცხოური ძალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თურქეთის დიდი ნაწილი. 1922 წლის 1 ნოემბერს ნაციონალისტურმა მთავრობამ გააუქმა სულთანატი. ამით საბოლოოდ დასრულდა ოსმალეთის სულთანების მმართველობა. 1923 წლის 24 ივლისს დაიდო ლოზანის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებამ აღიარა ახალი თურქული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ძირითადი საზღვრები. 13 ოქტომბერს ანკარა გახდა დედაქალაქი. შემდეგ 1923 წლის 29 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მუსტაფა ქემალი გახდა მისი პირველი პრეზიდენტი. ოსმალეთის იმპერია ერთბაშად არ გაუქმებულა მხოლოდ ერთი ომის გამო. ის ნელ-ნელა დასუსტა ტერიტორიის დაკარგვის, აჯანყებების, მთავრობის პრობლემების, კონკურენტული ძალების აღმავლობისა და მსოფლიო ომში მარცხის გამო. ოსმანის მცირე ტერიტორიისგან ის გავრცელდა 3 კონტინენტზე და მართავდა 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მაგრამ ბოლოს იმპერია ახალმა ქვეყანამ ჩაანაცვლა. თანამედროვე თურქეთი დაიბადა მისი დარჩენილი მიწებიდან. მას აღარ მართავს სულთანი. არამედ ახალი რესპუბლიკური მთავრობა, რომელიც ანკარაშია დაფუძნებული.